აი აქ დავარდნილა ის ცეცხლნათის საგანი. მოლოტოვის კოქტეილის რომ ეძახიან. იმის შემდეგ, რაც ჩვენი სახლის გარე ფასადზე მუთას და ქალბატონი მანანას ბანერი, ყოველ დილით სახლის ზედა სართული მთლიანად ხდება სხვადასხვა ფერებით გადაღებილი. კვერცხში მოთავსებული საღებავები ცელოფანში, რომელსაც ესვრიან ბანერს, მეუღლე ჩათვალა ეს ერთკვირიანი გამურების შემოტევა მისი ღირსების შელახლად და წუხელის ჩაიფიქრა დადარაჯებოდა მათ. ჩვენ მთელი ღამე არ გვიძინია და დაარაჯობდით ღამის სტუმარს. მართლაც ღამის 4 საათზე შევნიშნეთ მოქალაქე, რომელიც მოუახლოვდა ჩვენს სახლს, აფეთქების შემდეგ შემოგრუნდით და ისერად მეუღლემ განახორციელა მისი დევნა. 100-200 მეტრის ზუსტად არ შემიძლიათ გითხრათ, დევნის შემდეგ მოქალაქეს დახვდა ჯიპის მარკის მანქანა, რომელმაც ჩაიჯინა და ჩვენ შევწყვეტეთ მათი დევნა. სავარაუდოდ მოვერცხლისფერო ჯიპი იყო, როცა დავბრუნდით სახლში, შევნიშნეთ, რომ ბავშვებს ეხმარებოდნენ მეზობლები ხანძრის ჩაქრობაზე. გაგვაღვიძა აი ამ საშინაო ხმაურმა. როდესაც ავედით სახლში მაღლა, ნახეთ ხანძარი, რომელიც 13 იყო გაჩენილი ხანძარი და იწოდა მაღლა სართული.